განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები საზღვარგარეთ 2016-2017 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ. გასაუბრებას ის აპლიკანტები ესწრებოდნენ, რომლებმაც სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისთვის პირველი ორი ეტაპი წარმატებით გადალახეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია ესწრებოდნენ. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში წელს პრიორიტეტულად ისეთი მიმართულებები განისაზღვრა, როგორიცაა აგრარული სექტორი, განათლება, ინჟინერია, მეცნიერება, საჯარო მმართველობა, არქიტექტურა, სამართალი და მენეჯმენტი. პროექტის ფარგლებში მსურველები სრულ ან ნაწილობრივ სტიპენდიას მოიპოვებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაწილობრივი გრანტით დაფინანსებულებისთვის შეთანხმების საფუძველზე შეღავათიანი სტუდენტური სესხებიც მოქმედებს. ჩვენი პროგრამა ყოველწლიური არის, წელიწადში ერთხელ ცხადდება. ამ პროგრამის სახელმწიფოს მიერ შერჩეული პრიორიტეტული დარგების სპეციალობები ცხადდება. ახალგაზრდებს ეძლევა საშუალება, რომ განათლება მიიღონ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე უცხოეთში. მათ ამათვის უკვე უნდა ქონდეს ჩარიცხვის წერილი მიღებული, რათა ჩვენთან სააპლიკაციო პროცესში მიიღონ მონაწილეობა. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამაზე ლონდონში კინგის უნივერსიტეტში დააწყო ჩავაბარა საჯარო მმართველობასა და მენეჯმენტში. პროგრამა იძლევა შესაძლებლობას სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მიღებისთვის. ამ ეტაპისთვის მე გავიარე შერჩეულ ეტაპი და გავედი საბოლოო ეტაპზე, რომელიც გვალისწინებს გასაუბრების შედეგად და იმედი მაქვს მივახცევ წარმატებას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავემგზავრები ინგლისში.